ექს-მინისტრები პროკურატურაში დიმიტრი შაშკინმა საგამოძიებო უწყება დღის პირველ ნახევარში დატოვა. კახა ბენდუქიძის დაკითხვა კი ამ დრომდე გრძელდება. ბენდუქიძე მთავარ პროკურატურაში ადვოკატ ოთარ კახიძესთან ერთად მევიდა ყოფილი მაღალჩინოსანი გამომძიებლის კითხვებს უძრავი ქონების პრივატიზაციის საკითხზე პასუხობს პირდაპირ ეთერში გვერდება რატი ხვისტანი, რომელიც პროკურატურასთან დილიდან იმყოფება. რატი საღამომშვიდობის, ხომ არ გაქვს ინფორმაცია დატოვა თუ არა კახა ბენდუქიძემ საგამოძიებო უწყება? კახა ბენდუქიძე ამ დრომდე რჩება პროკურატურაში, ის უკვე 8 საათზე მეტია, რაც საგამოძიებო უწყებაში იმყოფება. კახა ბენდუქიძე პროკურატურაში მოვიდა განათლების ყოფილ მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად 11 საათზე, როგორც ცნობილია, გამოძიების კითხვები ეხება აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაციის საკითხს. გამოძიების ინფორმაციით, კახა ბენდუქიძემ სახელმწიფოსგან აგრარული უნივერსიტეტის კუთვნილი ქონება საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ თანხად შეიძინა, რაც გამოძიების ინფორმაციით კანონ დარღვევა. როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში მოვლენები დაკითხვასთან დაკავშირებით, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში. დაკითხვაზე დაბარებული ყოფილი ჩინოვნიკები კახა ბენდუქიძე და დიმიტრი შაშკინი პროკურატურაში დილის 11 საათზე მივიდნენ. მათ უკვე წინასწარ იცოდნენ, რომ გამომძიებლებს კითხვები აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზებაზე ექნებოდა და უკვე წინასწარ აკეთებდნენ განცხადებებს საქმის პოლიტიკურ ხასიათზე. არა, ეს უბრალოდ სამართლებრივი შინაარსი ამას არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ, მთავრობის დისკრეცია და როგორ პირდაპირ მიყიდვის შემთხვევაში შეიძლება გაყიდულიყო ერთლარად, შეიძლება გაყიდულიყო 100 ლარად, ამას არავითარი კავშირი არაფერთან არ აქვს, უბრალოდ არის მე შემწვა ამის კითხვა მინდა გითხრათ, შემწვა რომ ასეთი დაბალი დონის დასვნა იყო მომზადებული პროკურატურაში. დიმიტრი შაშკინმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ღიად ისაუბრა იმ კითხვებზე, რომელსაც 4 საათის განმავლობაში გამომძიებლები უსვამდნენ. ყოფილი ჩინოვნიკის თქმით, გამოძიებას აინტერესებდა, რა მიზეზი ამოძრავებდა ინვესტირების დროს კახა ბენდუქიძეს. გამომძიებლებს აინტერესებდა თუ რა მიზეზი ჰქონდა კახა ბენდუქიძეს, რომ გაეხორციელებინა ესეთი ინვესტიცია ამ უნივერსიტეტში. ძალიან რთული არის ესეთ შეკითხვებზე პასუხი. რუსეთში ეგეთი მეფე იყო ივან გროზნი, რომელმაც გაასამართლა კატა. იმის გამო რომ ხანძარი იყო, თუ ესეთი იურისპრუდენციით მივდივართ. Welcome. პროკურატურის განცხადებით, საქმე, რომელზეც ეკონომიკისა და განათლების ყოფილი მინისტრები იკითხებიან, აგრარული უნივერსიტეტისთვის სამართლებრივი სტატუსის კანონდარღვევით შეცვლას. პრივატიზებისას კი სახელმწიფოს ბალანსზე არსებული დიდი ოდენობით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ხელოვნურად შემცირებას ეხება. გამოძიების ვერსიით 14 კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტი ჯერ შეპესე აგრომედში გაერთიანდა, რომლის 100%-იანი წილი შემდეგ $5 მილიონ გაიყიდა 8 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით. აგრომეტის საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავ-მოძრავი ქონების მხოლოდ საბალანსო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე მეტია. ცნობისათვის პრივატიზებული ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი თბილისში აღმაშენებლის ხევნის მე-12 კილომეტრზე განთავსებული 59 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეფასებულია 10 მილიონ 790,000 ლარად, რომელიც კაპიტალში შეიტანეს 59,000 ლარად, 1 კვადრატული მეტრი 10 თეთრად. ანალოგიური გზით შემცირებული იქნა სხვა ქონებების ღირებულებებიც. გამოძიებას დღეს ნაციონალური მოძრაობიდან გამოეხმაურნენ. დაკითხვაზე დაბარებული ექს-მინისტრების მსგავსად უმცირესობის წევრებიც აქცენტ საქმის პოლიტიზირებაზე აკეთებენ. მათი თქმით, აგრარულის პრივატიზება მთავრობის როგორც კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილება იყო და კახა ბენდუქიძის ბრალეულობაზე საუბარი უსაფუძვლოა. ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი რეზიდენცია. შეფასებული არის Forbes-ის მიერ, რომ არის მისი მთლიანი ღირებულება არის დაახლოებით $40 მილიონი. ამ ადამიანის პროკურატურა ფარცხლაძის სახით გვეუბნება, რომ აგრარული უნივერსიტეტის დანგრეული შენობა, რომელიც შავი კარკასიც კი აღარ იყო დარჩენილი, იმის ღირებულება ყოფილა თურმე 100 მილიონი ლარი, რაც ცხადი არის აბსურდი. ყველას ახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ეგრეთ წოდებული სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და რა არის დღეს. ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, გამოძიების და სასამართლოს საქმეა. ვიკადოლიძის თქმით, დასრულდა ის ეპოქა, როცა სამართლებრივ საკითხებს საქართველოში პოლიტიკოსები წყვეტდნენ. კომენტარი უნდა გააკეთოს პროკურორმა, გააკეთოს მოსამართლემ. ვიქტორ დოლიძემ ამაზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს. ეპოქა იმისი, რომ პოლიტიკოსები წყვეტდნენ რაღაც საკითხებს, სამართლებრივ საკითხებს, დასრულდა. დღეს ახალი ეპოქა დაიწყო და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით გამოაქვს მოსამართლეს, პროკურორის და ადვოკატის მათთან თანამშრომლობით. აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებლის მხარდასაჭერად პროკურატურასთან სტუდენტები და პედაგოგები დღესაც შეიკრიბნენ. კახა ბენდუქიძის და დიმიტრი შაშკინის გარდა გამოძიება გუშინ 8 საათის განმავლობაში კითხავდა უნივერსიტეტის რექტორსაც. პროკურატურას ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებია და სამივე პირი მოწმის სტატუსით იკითხება.
კახა ბენდუქიძე ამ დრომდე რჩება პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებას აქვს უფლება, რომ პირი 8 საათის განმავლობაში დაკითხოს. ეს ვადა უკვე პრაქტიკულად ამოწურულია. ანუ დაკითხვის მე-9 საათს ვითვლით, რატი ხვისტანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.